გამარჯობათ მეგობრებო, კიდევ ერთი უმაგრესი ვიდეო და ამ ვიდეოში ჩვენ გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ თქვენი საყვარელი კომპიუტერი ფურცლისგან. დიახ, მეგობრებო, მოგესალმებით, მეც, რადგან ძალიან ბევრს გინდოდათ, რომ მართლაც გაეკეთებინა კომპიუტერი, ფურცლის კომპიუტერი, გადავწყვეტეთ, რომ რატომაც არა ეს ტუტორიალიც ჩაგვეწერა. ამიტომაც, როგორც წესი, დღევანდელ ვიდეოს გავხსნით ტოპ 3 კომენტარით, ანუ 3 გამარჯვებული კომენტარით, რომლებიც უკვე ამოვარჩიეთ და ერთ სულ მაქვს როდის წავკითხო, იმიტომ რომ არის უმაგრესი კომენტარები. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ დავიწყოთ პირველი გამარჯვებული კომენტარი. ორი ერთნაირი ამ ადამიანმა გააკეთა ორი ერთნაირის არხი, სადაც ვიდეოებსაც წერს და დავკომენტარით კიდეც პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა და ძალიან გაგვიხარდა. ეს კომენტარი კიდე რა ვიცი, არის უმაგრესი. მოკლედ, ესეთი კომენტარია. ძალიან მიყვარხართ, მანანა შენი სიტყვები მაგიჟებს რომ ამბობ, ასე გადამდებია სიკეთე და სხვა სიმართლეა მიყვარხართ, საუკეთესოები ხართ, სტათის ქვიშის ტუტორიალის მეორე ნაწილი გადაიღეთ. მიყვარხართ ორივე სიგიჟემდე, ველოდებოდი თქვენს ვიდეოს 9 საათი რომ დაიწყო ნახვამიდან, მაგრამ მამაჩემს ქონდა ტელეფონი და ტელევიზორში უყურე. მიყვარხართ სიგიჟემდე. მე თქვენს ვიდეოებსაც კი ვდებ, რომ გამოგიწერონ, გადაიჭებს არხზე და ნახეთ, მიყვარხართ. მოკლედ, აი უსაყვარლესი კომენტარია და ვერც კი წარმოიდგენთ, აი ესეთი კომენტარები, რამდენად დიდი мотиваციაა ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა. მეორე გამარჯვებული კომენტარი. ძალიან მომწონს თქვენი ვიდეოები, რომ დაიდება და მომდის SMS-ი ეგრევე ავხტი და მაგიდასე კარგი ვაგზელებ, კი არა და კარგი მეწავკითხავ. ძალიან მოწონს თქვენი ვიდეოები, რომ დაიდება და მომდის SMS-ი ეგრევე ავხტი და მაგიდას კრუგებს ვარტყავდი, ეგრევე შევედი და არ გავჩერდი, იმდენჯერ დავალიქე და ტელემ გაჭედა. აი ძალიან მიყვარხართ ისე რომ მთელ დედამიწას შევძინე და ვარტყა წრე, გიჟდუ თქვენზე და მიყვარხართ ძალიან გულები. მოკლედ ეს კომენტარი გამოირჩევა იმით, რომ არის ძალიან გუწველი კომენტარი და მოკლედ ეს კომენტარიც არის გამარჯვებული და მესამე გამარჯვებული კომენტარი არის, არ ვიცი, სავარაუდოდ თავის სახელი არ აწერია, მაგრამ აქ გამოჩნდება. მანანა მართა მაინტერესებს რა ტელეფონები გაქვთ. მე მაქვს iPhone 14 Pro Max და მართას აქვს iPhone 11. ხო და ძალიან მიყვარხართ. უსაყვარლესები ხარ. მიყვარს ეს კომენტარი. აი გიჟდები ამ კომენტარზე, ოღონდ მართლა. ხო და ძალიან მიყვარხართ, უსაყვარლესები ხართ. ტელეფონი, ლეპტოპი, iPad-ი და ტელევიზორიც რომ გამიფუჭდეს და ვერ გიყუროთ, მაინც მეცოდინება რომ წარმატებულიდები იქნებით. ძალიან მიყვარხართ. წარმატებები მოცნეო სადღაც შეგხვდეთ, მიყვარხართ შეგიჯებდე, უბედნიერესი ვარ რომ თქვენი არხი არსებობს და იღბლიანი ვარ რომ თქვენ გიცნობთ. best YouTuber-ები იყვნენ, არიან და იქნებიან, მიყვარხართ, გთხოვთ, გამეცით ჩემს კითხვაზე პასუხი გავეცით უკვე და ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. უმაგრესი კომენტარია, ძალიან მიყვარს ეს კომენტარი და რაც შეეხება შეხვედრას, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ ვიცით, რომელი ქალაქებიდან გვიყურებთ, ისიც ვიცით, ყველაზე ბევრი ადამიანი რომელი ქალაქიდან გულშემატკივრობს, ჩვენი გამომწერების უმეტესობას რომელი ქალაქიდან გვიყურებს და მაგის მიხედვით გადავწყვეტ, რომ მოვაწყოთ რამე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს გავიცნობთ, ჩავეხუტებით და აი ესე პირისპირ მე ვდებ პირობას, რომ აუცილებლად გვექნება შეხება. უბრალოდ ცოტა დროის ამბავია და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. ეს იყო დღევანდელი გამარჯვებული კომენტარები და ეს რა არის? ხო, ეს რა არის? ალბათ ჩვენს გამომწერებსაც აუცილებლად დაინტერესებთ. მეგობრებო, ეს არის შავი ყუთი სტუდიაში. ეს არის ჩვენი მისტიური ყუთი. ამ ყუთში დევს წერილი, რომელიც დაწერილია სპეციალურად მართასთვის და მაშინ გავხსნით ამ ყუთს, როდესაც გვეყოლება 50,000 გამომწერი მართა. აჰა, ესე იგი 50,000-ზე შემიძლია რომ გავხსნა ეს ყუთი. შენ ციმანა რომ ჩვენი მაყურებლების 80%-ს არ უყავართ გამოწერილები. რატო? არ ვიცი, რა მაგალითად მე მგონი ადრე არ ვიცოდი გამოწერა, მგონი უფრო ხელი მეჭირებოდა ხოლმე უბრალოდ, მაგრამ რაღაც არ ეჭირება. მოიცა და მე როგორ ისწავლე? არ ვიცი, რა გავიზარდე და მე მივხვდი ეს ყველაფერი, რომ რო აწერია subscribe და დაბაჭირა და ხო.
აი, მაშინ ასწავლეთ ჩვენს მაყურებლებს, როგორ უნდა გამოგვიწერონ, თან მალევე ავალთ 50,000 გამომწერზე და ამ ყუთსაც გავხსნით. კარგი. მიდი, აბა. მოკლედ, ეხლა მაქვს ჩართული ორი ერთნაირი ვიდეო. ჩვეულებრივად უნდა ესე გამოვიდეთ. მოკლედ, აქ წერია subscribe და მოკლედ უნდა დავაჭიროთ ამ ღილაკს. ოღონდ ზოგ ტელეფონში არის შავა, ზოგში თეთრად, მაგრამ აი ამ ღილაკს უნდა დავაჭიროთ. და აი მორჩა, გამოწერილი გყავართ. მოკლედ, ეს იყო და ახლა კი დღევანდელი ვიდეოს თემა. დღეს მე თქვენ გასწავლეთ როგორ გავაკეთოთ აი ეს ყველაზე მომთხოვნადი კომპიუტერის გაკეთება ფურცლისგან. მოკლედ, საკმარისი იყო შესავალი. ახლა კი მართა გააკეთებს კომპიუტერს ფურცლისგან. მოიმარჯვეთ ყველაფერი, რასაც მართა გეტყვით. ახლა მე წავალ და მართა თავის საქმეს გააგრძელებს როგორც ყოველთვის. ნახვამდის. კაი, კარგად. ესე იგი, ეხლა გეტყვით თუ რა დაგჭირდება კომპიუტერის გასაკეთებლად. პირველ რიგში მარკერები ან ფანქრები. ნუ ოღონდ ამდენი არ გინდათ, აი 2 ცალი გეყოფათ. აუცილებლად მაკრატელი, ფანქარი, ან თეთრი ფურცლები, ან ესეთი ფერადი ფურცლები. და სკოჩი. სულ ეს არის, მგონი ძალიან ცოტა რამე გჭირდება და ეხლა დავიწყოთ გაკეთება. მოკლედ, ავიღოთ ფურცელი და ზედ დავხატოთ ესეთი რაღაც. ეხლა მეგობრებო, უნდა ავიღოთ კიდევ ესეთივე ფურცელი და ამ ფურცელს ზუსტად მივადოთ, აი ზუსტად რო იყოს. აი ესე. და გამოვჭეროთ ეს ნაწილი. აი მეგობრებო, გამოვჭერი და გამომივიდა აი ესეთი რაღაც. ესე იგი, უნდა ავიღოთ ეს ერთი ნაწილი და ზედ დავახატოთ მოკპეჩილი ვაშლი. აი მეგობრებო, ესე უნდა გამოგვივიდეს. ესე იგი მეგობრებო, უნდა გამოვჭროთ აი ესეთი 3 ცალი ხაზი. ეს ხაზები იმისთვის გვჭირდება, რომ აი აქ ესეთი შემოღობილი რაღაც გავაკეთოთ. აი ზუსტად მეგობრებო, ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც გავაკეთე ტელეფონი. და აი ზუსტად მაგიტომ გვჭირდება ეს ხაზები. როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ესეთი ორი ნაწილი. ეხლა ეს უნდა გადავდოთ და ამ ნაწილის ერთი მხარე მთლიანად უნდა გავაფერადოთ შავად. აი მეგობრებო, ესე უნდა გამოგივიდეთ. ანუ ნახეთ, ეს არის ეკრანი. ეს არის კი კომპიუტერის უკანა ნაწილი. ესე იგი, უნდა ავიღოთ ესეთი ორი ფურცელი კიდევ და შევატყუპოთ ერთმანეთს. ეხლა უნდა ავიღოთ რომელიმე მხარე და მივადოთ აი ესე. და ფანქრით შემოვხაზოთ. აი ესე უნდა გამოგივიდეთ. ეხლა კი ეს გამოვჭეროთ. გამოვჭერდი და აი ეს დარჩენები დავრჩა. ეხლა მეგობრებო, კიდევ უნდა გავაკეთოთ ზუსტად აი ესეთი რაღაცეები. აი მეგობრებო, ესეთი რაღაცეები უნდა გამოგივიდეთ. ნუ თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი გააკეთოთ. ანუ ეს არის იმას დამოკიდებული თუ რამხელა კომპიუტერს აკეთებ. მაგალითად, ეს და ეს ეხლა უნდა იყოს ამ მთლიანი კომპიუტერის შემოყობას. მოკლედ მეგობრებო, ეხლა უნდა ავიღოთ აი ეს ერთი ნაწილი, ასევე ეს ნაწილი და ეს ერთმანეთს უნდა შევაერთოთ. მოკლედ უნდა ავიღოთ სკოჩი და აი ესე მივაკრათ. შემდეგ ავიღოთ ეს, აი ესე გავაკეთოთ და აქ ეს სკოჩი, აი ესე აქეთ გადმოვიტანოთ. აი მეგობრებო, ესე უნდა გამოგივიდეთ. ეხლა კი მთლიანად ვაკეთებთ ეგრე. აი ნახეთ მეგობრებო, როგორ ვაკრავ. აი მეგობრებო, შეხედეთ, ესე უნდა გამოგივიდეთ. ეხლა კი მთლიანად ეგრე უნდა შემოვღობოთ. ისე მაკდონალდის მელოდია არსებობს. აი მეგობრებო, შეხედეთ, აი ესე უნდა შემოვატაროთ მთლიანად. ეს შეიძლება ცოტა ძნელია, მაგრამ არ დაგიზარდეთ, აუცილებლად გააკეთეთ. აი ნახეთ მეგობრებო, ესე მაქვს შემოტარებული. აი ეს პატარა ნაწილები რომ გამოვჭერი, აი ზუსტად ეგენი შემოვატარე აი ეს. ეხლა მეგობრებო, უნდა ავიღოთ ეს და ზუსტად იგივე გავაკეთოთ, ოღონდ უკვე ეს უნდა მივაწებოთ ამას. გაჩვენებთ როგორც. აი მეგობრებო, სკოჩს აქ აი ესე ვაწებებ. მთლიანად ოღონდ და შემდეგ ამას ვაწებებთ. ესე იგი, აი ესე შევაწებე ერთმანეთს და შიგ მეგობრებო სალფეტკები ჩავყარე, აი. მოკლედ დამოუწყდა რომ მეთქვა, მაგრამ არ უშავს. ანუ ეს ხო გავაკეთეთ.
ზუსტად ზემოდან უნდა დავაწებოთ აი ეს ნაწილი. ძალიან ადვილია. ეს ნაწილი მივაწებე ამ ნაწილს და შიგნით ჩავყარე საფეთკები, აი. ახლა კი მეგობრებო დავხუროთ. ანუ მივაწებოთ ერთმანეთზე აი ეს ნაწილი. კოდი. ესე უნდა გამოგივიდეთ. ეხლა უნდა ავიღოთ აი ეს ჩვენი ორი ცალი ფურცელი. და ზუსტად იგივედ გავაკეთოთ, როგორც გავაკეთეთ ეს. ანუ ერთმანეთს მივაწებოთ და შიგნით საფეთკები ჩავყაროთ. ოღონდ მეგობრებო, არ უნდა გავუფერადოთ ეს ნაწილები, უნდა დარჩეს ისე როგორც არის. აი მეგობრებო, გავაკეთე ზუსტად აი ესე. და ეხლა შიგ ჩავყაროთ საფეთკები. ჩემი კლასელი მასწავლებელი ეკითხება რა არის ტბა. რა არის ტბა? მას ტბა არის. ნუ მე კი უთხრა რა იყო, მაგრამ ტბა არის. მოკლედ, აი ესეთი გამოგვივიდა მეგობრებო. აკი ეხლა უნდა დავახატოთ კლავიატურა. მეგობრებო, ესეთი კლავიატურა გამოგვივიდა. ეხლა მეგობრებო, ეს და ეს ერთმანეთს შევაერთოთ. ანუ ნახეთ როგორ. ესე იგი, ეს ხო არის ესე. ეს ჩვენი კლავიატურა უნდა შევაერთოთ აი ესე რომ გამოვიდეს. ეს ოღონდ არ უნდა იყოს აი ესე. უნდა იყოს ესე. და შევაერთოთ ერთმანეთს. გაჩვენებთ როგორც. ესე იგი, ავიღოთ სკოჩი, ეს ნაწილი დავდოთ. ავიღოთ ეს ნაწილი, მეგობრებო, და აი ესე მივაწებოთ. აი მეგობრებო, ესეთი რვაფეხა უნდა გამოგვივიდეს. და ზუსტად აი ესე მივაწებოთ. აი მეგობრებო, ესე უნდა გამოგვივიდეს, შეხედეთ. უკვე გამოგვივიდა კომპიუტერი. გავხსნით რაღაცებს, დავწერთ, დავხურავთ და წავთ. ძალიან მაგარი გამოვიდა მგონი. ამ კი დასრულდა მეგობრებო ჩვენი ტუტორიალი. აუცილებლად გამოგვიწერეთ, რადგან 50,000 გამოწერზე რო ავალთ, აი ამ კოდს გავხსნი. ხომ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს თუ რა და შეგნით. არ ვიცი. ნუ ხო თქვა მანამ რომ წერილია. ალბათ წერილი. კარგით მეგობრებო, დროებით.